ჩვენთან სტუმრიანობა გრძელდება და ჩვენი სტუმრები არიან ახალგაზრდა მშობლები და დიდი შვილიკოები. ბასტებუბუში საგაზაფხულო კონცერტია ჩვენი სტუმრები და თქვენ ამ კონცერტის საპატიო მაყურებლები ვიქნებით. მოგესალმებით ჩვენ ძვირფასებო და ძალიან გვიხარია რომ უგვესტუმრეთ. აბა ოჯახებით. აბა მოგესალმებით. მამიკოებო, დედიკოებო. განწყობა როგორი გაქვთ? ფანტასტიკური. ოჯახებით მოხვედით. ძალიან კარგი. მე ვარ ძიძა, ჩავიბარე თქვენი ბავშვი. სხვათა შორის ძალიან კარგად გძნობს ბავშვი თავს. შვენივრად გამოსდის და მოდი სანამ ჩვენი ბავშვები მოემზადებიან შემდეგი ნომრისთვის მოდი კითხვა და რამოდენიმე კითხვა დაუსვათ მამებს. შეიძლება? მიდი. ვახო, აი პირველად ხედავ ახლა მამის ამპლუაში, ხო? რამდენი ხანია გიცნობ, მაგრამ რა შეიცვალა ის შენში, როდესაც მამა რო გახდი, რო გაიგე? სხვათა შორის აი მეც ხშირად უსვავ ხოლმე ამ შეკითხვას საკუთარ თავს, რომ რა შეიცვალა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში, რომ უფრო პასუხისმგებლიანები გავხდით. უფრო ასე ვთქვათ, ყველაფერს ვაკვირდებით, უფრო ვცდილობთ რომ ყველაფერი გავაკეთოთ ერეკლესთვის, არა საკუთარი თავიდან გამომდინარე, არამედ აი თუ დილით მაგალითად გაიღვიძა ერეკლემ, არ ვაგდებთ ერეკლეს და არ ვაძინებთ ძალათი, არამედ არიან ამ ერეკლეს. ვცდილობთ რომ რა ქვია, არ გავაგრძელოთ დილით და ერეკლეს ან გავასეირნოთ, ან ვეთამაშოთ. და ნაჭამოთ. მართალს ამბობს, ხო, ვახო? ესე იგი ყველაფერს ისე აკეთებს როგორც ამბობს, ხო? ეს სიცრუის დეტექტორი რა ქონდა და აანთებდა მწვანე. არის. შემიძლია უფრო მეტი ვისაუბრო კიდე თავის თავზე, იმდენს არ საუბრობს, რამდენიც მართლა რეალურად არის. ორსულად რა ვიყავი, ამბობდა, რომ ერთადერთი, რასაც ვერ გავაკეთებ, პამპერს ვერ გამოუცლიო და სახლში რომ გამოვედით სამშობიაროდან, იმ ღამესო ერეკლემ სიურპრიზი მოგვიწყო და რომ გაიღვიძა, წამოხტა უცბად, რაღაცა გადამწია, გამაგდო, პამპერსი გამოუცვალა, გავიდა აბაზანაში დაბანა, გამოვიდა და რომ დაჭდა, მე ვამბობდი რომ პამპერს ვერ გამოუძლია. მე ვთქვი, იმის მერე ესე იგი თავის თავზე აქვს აღებული ყველანაირი ზრუნველობა, რაც კი არსებობს საერთოდ. იგი დილა რო თენდება აცმევს, მიიყავს ასეირნებს და ესე ბედნიერად გრძნობენ ერთად თავს. ოჩაკ ბიჭო. ვახო ძალიან კარგი კულინარია. ჩვენიერი კულინარია. ამ პერიოდში ალბათ ვახო ტრიალებდა სამზარეულოში, როდესაც შენ აი ეს პერიოდი ქონდა ფეხმძიმობის, შემდეგ მშობიარობა, ბავშვმა მოუარო. ამაზეც მოყევი და როგორი იყო ვახო? ესე იგი ყოველი დილა თენდებოდა იმით, რომ ვახო ახალი კერძით შემოდიოდა ოთახში. ხანდახან მეუბნები ხოლმე რომ გეხვეწები, ოღონდ შენი სამზარეულო არა და დანარჩენი რა წინდა. ძალიან წყდება ჯერჯერობით იმაზე გული, რომ ჯერ ერეკლეს არ შეუძლია ისეთი რაღაცები მასთან ერთად სამზარეულოში რო იტყვა. ეგ დროცმოვა ვახო შენ არიდარ. რაღაცას რო ჭრის ხოლმე სულ, როდის იქნება რომ მე და ერეკლე ერთად ვივლით ტაფების საყიდვად. ყოველთვის მქონდა ის მომენტი, რომ ჩემი შვილი ყოველთვის იქნებოდა დარწმუნებული ვარ საუკეთესო. ანუ აი და არასდროს არ მიყვარდა, როდესაც მშობლები ლაპარაკობდნენ თავის შვილებზე ხოლმე. აი რაღაცა ჩემი შვილი ხუთოსანია, ჩემი შვილი ესეთია, ჩემი ხო ლექსამბობს. აი ყოველთვის რაღაცა მომოდი, რომ აი ხა რა არის ახლა რომ თავის შვილზე ესე რაღაცა დაშხოშიანად ლაპარაკობს, მაგრამ შეგეძინათ თუ არა ბავშვი? დედას გეცხალს ვაჩერებდი ქუჩაში. უცნობებს საერთოდ და იცით, აი თვალი დააპაჭუნა მე მგონი რაღაცა. მე მგონი კვილი ამოდის და რა სიტყვით ამის შესახებ და რაღაც მე მივხვდი რომ ცოტა არაადეკვატური ვიყავ, მაგრამ თანდათანობით დავმშვიდდი. ერეკლე 3 თვის რო გახდა იმ დღიდან ვამბობთ რომ ვაიმე აი კვილი ამოსდის და დღეს 9 თვის არის და ჯერ კიდე არა. კონცერტი გავაგრძელოთ და სიმღერა წვიმაზე. Cima modis, urcicitan cima modis, cima modis, cima modis, cis. Cis! Cima modis, chapuna, stumrad varo aketa mokukunda, aket gube, ikit gube, chapuna.
მგონი სასაუბრო დრო კიდევ გვაქვს, ასე არ არის? სანამ ჩვენი ბავშვები შემდეგ ნომრისთვის მოემზადებიან და გადავიდეთ ახლა გიორგისთან და გავიგოთ, რას აკეთებს განსაკუთრებულს თავისი შვილისთვის, გარდა იმისა, რომ ძალიან გიყვარს. და მე დავამატებ, ისიც გამიგია, რომ კარგი აღზრდისთვის სწორად შერჩეული მამა საჭიროა. ეს უნდა ჩავიწერო. მამა რამდენად კარგია, მეუღლეს უნდა კითხოთ ალბათ, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ჩემს შვილს გაუმართლა ამ ხრივ. ერთსაც დავამატებ აქვე, თუ მამა დედას არ უშლის ნერვებს და იღებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? უშლის მამა დედას ნერვებს? არა. აღზრდას რაც შეეხება, ხო, ნუ შეძლებს დაგვაროთ მონაწილეობ ამ ყველაფერს. თვითონ მამობას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ. რაც უფრო მეტად იზრდებოდა, ასე ვთქვათ, მაკო და რაც უფრო ახალ სიურპრიზებს ხავაზობდა, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო ვხვდებოდი, რომ რაღაც ახალი ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში და რაღაც ახალი ხდებოდა ჩემს თავს, ასე ვთქვათ. ნუ იმდენად რამდენადაც ჯერ კიდე აღზრდის პროცესი დასრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრი შეგრძნებები მაქვს, როგორც ჩანს. დედა რაღაც სხვანაირი შეგრძნებაა, ხო ასე ახლა დამეთანხმებიან გოგონები და აი მამა პირველად რაღაცა დაინახავს და ადამიანი მისი მსგავსი რაღაცა და აი ეს პირველი შეგრძნება და მე თანდათან მოდის ალბათ ის სიყვარული. აი ნამდვილად ხო სიყვარული რასაც ქვია პირველად ეხა როდესაც ხელში ავიყვანე და როდესაც ვნახე ნუ რაღაც წარმოუდგენელი განცდა მქონდა. თუმცა ეს სიყვარული და ეს ყველაფერი მერე და მერე გავაცნობიერე, როდესაც უკვე სახში გვერდზე გვეწვა. Simorphis gan თავი და